სადღესასწაულო სუფრას რომ მოუხდება, ზუსტად ისეთი უგემრიელესი სალათის რეცეპტით დაგიბრუნდით. კრაბის სალათის ბურთები. კრაბის ჩხირები ნახევრად გაყინულ მდგომარეობაში გავხეხოთ სახეხზე. უმეტესი ნაწილი მოვათავსოთ ჯამში, ნაკლები კი გადავდოთ ბურთების ამოსავლებად. სახეხზე გავხეხოთ ყველი, უმჯობესია მდნარი ან მოცარელა. მე ვიყენებ მოცარელას. მოვათავსოთ ჯამში. ასევე გავხეხოთ კარგად მოხარშული კვერცხი, მოვათავსოთ ჯამში, ამოვურიოთ, მასა გავაერთიანოთ, დაუმატოთ შავი პილპილი, მარილი, ჩავახეხოთ ნიორი და დაუმატოთ მაიონეზი. მე ვიყენებ სლობოდას უგემრიელეს არაჟნიან მაიონეზს. კარგად მოვურიოთ და თითო კოვს სალატს შუაგულში ჩავუდოთ ზეთის ხილი. შევკრათ, დავამრგვალოთ და ამოვავლოთ კრაბის ფანტელში. შეგვიძლია მოვამზადოთ ზეთისხილის გარეშეც. მე მოვამზადე 2 პორცია ერთდროულად, აღწერაში კი დაგიწერთ 1 პორციის ინგრედიენტებს. გამოგვდის ასეთი ულამაზესი ბურთულები. დავაწყოთ სასურველ ლანგარზე, შევდგათ მაცივარში 1 საათით და გემრიელად მივირთვათ.